დილამშვიდობის. როგორ ხართ? როგორ გიგითხოთ? ტელეფონი მინდა. ვიკოს უყვარს ასმათი მაღაზიებში სიარულია. უყვარს რომელია ძვირფასო. უყვარს კიდე მსუბუქად არის ნათქვამის რა არის. ეს რა არის? ახალი და სხმულია რაღაცა რა არის? ძალიან საყვარელი ხარ პატარა როგორი ბრანჯება. ძალიან ბრანჯება ხომ კი. ანასტასია, ნინი რა ლამაზი ხარ და საყვარელი გელოცა თქვენ ლამაზ ოჯახს მაინტერესებს ეს დიდი ბიჭები შენი შვილები თუ ძმები. თუ შვილები მაგარი ხარ შენ კარგ ფორმაში ხარ. სტროინიაშკა. შვილები. ასე რომ ვიღებ კომპლიმენტს. ნინიეს მეორე კაბა ძალიან გიხდება. სახლის ხო? ეს უკვე დიდი მაგრამ კატასტროფულად მაგ. ვიდეოში რომ ნახე დავინახე. ანუ ისე ვერ აღვიქოლ ხოლმე. რაღაცნაირად რეალში, მაგრამ ვიდეოში რომ ხედავ, всё. მადლობა მანანა ძვირფასო. ეგეც ძალიან გახუნებულია, მაგრამ სახში წავაწელს. რაღაცნაირად ფერი გავუვიდა ძალიან. არ ვიცი რატო. სნიკერსი მომნატრებია. ღმერთვარ დიადი გემოაქვს. მეფეა. ლელა. ყველაფერი შესანიშნავად გაიკეთები რა კარგად აღნიშნე ჩემო ნიკი და ულოცა ვიკას დაბადების დღეს მრავალი დაბადების დღე შენაირ არაჩვეულებრივ მეუღლესთან და უტკბეს ევიტუნესთან ერთად მადლობა საყვარელო დიდი მადლობა. ბონინა. ისე ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოები ძალიან გიხდება კაბა. ლამაზი სხეული უფრო გამოგიკვეთა. მადლობა საყვარელო. იკას დაბადების დღეზე მარტო იკა კი რა თოკოსაც ახლა აქ 20-ში აქ ივნისს და ანუ ამ სიცხეში არაფერს კეთება არ შემილია. ძალიან ცხელა. დილის 8-ზე უკვე 27 გრადუსია ხალხო. თან სახში. გარეთ მეტი იქნება ალბათ. და შემოდგომაზე ზამთარში, გადაფხულზე. კი შეიძლება, მაგრამ ანუ დაბადების დღეზე რატო ვიდგეს სულ იმასთან, გასთან? რათა უბრალოდ შევუკვეთავთ. მეც დასვენებული ვიქნები. თან ჩვენ დაბადების დღეებსაც დიდ სუფრებს არ ვშლით. ახალ წელს ხო? მაგრამ მე მგონი არც არის საჭირო ყოველ დაბადების დღეზე დიდი სუფრები. ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში. თუ 10-11 კაცი იკრიბება. საჭიროა. მეგობრები თუ მოყავთ და რაღაცა
ანუ მე შეკვეთა ცოტა ძვირი ჯდება. ცოტა კიდე ძალიან. მაგრამ ეს ოჯახურ წრეში მე ძალიან მომწონს. ირჩევს იუბილარი, ესე გვაქვს ნათქვამი. 2 კერძი, ნებისმიერი, ტორტი. ყველას. თოკოს აქვს მაგალითად ნათქვამი, როლები უნდა. რომელია ყველა კაი როლები, აბა დამეწერეთ. სეტი უნდა. დიდი. და ჰაჭაპური სამ, პიცა. როლები პიცა, ნუ ტორტი. შო. კიდე სასმელები რა თქმა უნდა. აჰა. როგორ შემომხედა. თეა ულამაზის გოგოები ძალიან მოგიხდა ნინი კაბაევას საყვარელს. ესე იგი, ხინკალი მგონი კიდე არის. ნუ, გუშინ საღამოს იყო ეხლა არ ვიცი. 70 ხინკალი. საღამოს 2 ქვაფში ჩავალაგე და ესე შევინახე. ანუ 3 ხაჭაპური ქონდა, ესე 4-ად რო იჭრება ეგა. მადარტის, ტორტი, 70 ხინკალი, აქედან 20 იყო სოკო. და ეს ხინკალი აქვჩა. არ ვარ მაინც ჭამელი ხალხი ძალიან. მე ესე ვთვლი. კი გვიყვარს ჭამა, რაოდენობაში ბევრს ვერ ჭამთ. კიდე გინდა? ნანა როგორ უხდები ნინი კაბებსო, ვაიმე მადლობა. არც როგორ არ მიყვარს. მე როცა მაცვია. ფოტოს და ვიდეოზე კაია, მაგრამ ანუ არ არის კომფორტული ჩემთვის. ლელო, მე ვარ ეგრე ნინი, სანამ არ დავალაგებ სახლს, ყავას არ ვსვამ. მე უფრო მსიან მომნებს ეს რუტინა. აუ მე არა. მე მარტო საწოლი, მინიმუმი. ეხა გამანებე თავის უ შენ შემიჭამე ყველი. ნათია, კილოსავ ბედნიერ წებს გისურვებთ ნიშენ დაიკას, მადლობა ძვირბაზო. გიხდება ძალიან ლამაზი გოგოები ხართ, მიყვარხარ ქრისტინა, მადლობა ინგა ქრისტინე. ლელო ძალიან საყვარელი ხარ, ნინი მართლა სულ სხვა დონის გოგო ხარ, სულ უნდა იკაშკაშო. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძვირბაზო. ნახოთ. როგორც ღმერთი ინებებს. მარიამ ნინი ლამაზი ძალიან ლამაზი ხარ, კაბები და გული. ძალიან მოგიხდება მსუბუქი მაკიაჟი, ლელუმ კი ძალიან მიხდებოდა ყოველთვის და ეგაა ჩემი, ანუ ზედმეტი არ მიყვარს, აი არ შემილია. რა კარგია გოგოც რომ მყავს ნინი, ვაიმე ძალიან. თავიდან არ მქონდა ეს არ მინდოდა ეს გოგო ბიჭი, სულ ერთი იყო რა. ხა მე 2 ბიჭი მყავდა, უკვე გოგო ძალიან მინდოდა და ალბათ 2 გოგო რომ მყოლდა ბიჭი მე დამბოდა რავი. და ხო დედობა და ისიც გიყვარს ისიც, მაგრამ სხვანაირი შეგრძნებებია. გოგო სხვანაირი შეგრძნება, ბიჭი სხვანაირი. ლელო კი ნინი გიხდება კაბები საყვარელო. დიდი მადლობა. თამუნა მიყვარხართო. სონი ბეკო, ვაუ რა კარგია. ოჯახ ჩემო საყვარელო, მრავალი 100 წელი ერთად. მაგახვამარქიკა. მიგახვამა. ვაიმე, მე ვკითხულობ, ალბათ გილოცავს ნიშნავს. იხარ სკანს კვამ ოჯახით, სკან დედიკო ცუმა ართო მილიონ წანას ქობთად. არა, ვერაფერი გავიგე, ანუ შენ კარგ ოჯახთან ერთად იხარიო და შენ დედიკო და მეტი ვეღარ გავიგე. ნატო, ევირა, მადლობა ძვირფასო. ნატო, ევირა საყვარელი ხარ პატარა. გილოცავთ სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მიყვარხარ ძალიან. ლელო გილოცავთ იხარეთ იბედნიერეთ, მიყვარხართ. ირმა გილოცავთ დიდი სიყვარულით იხარეთ და იბედნიერეთ მრავალი წლები. ირმა, მადლობა ძვირფასო.
ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხართ ჩემო გოგოშკებო. ლინგა ბედნიერი 100 წელი აეღნიშნოს თქვენთან ერთად. მადლობა ძვირფასო. მანანა შეგერგოთ ნინი. გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ იკა ბედნიერი და გახარებული იყოს თქვენთან ერთად. მადლობა საყვარელო. მაკა ნინი რა კარგია რომ აღნიშნეთ სუპერ გოგო ხარ კიდევ გილოცავთო. მადლობა ძვირფასო. ხათუნა გილოცავ იკა იხარეთ და იბედნიერეთო. მადლობა ძვირფასო. ირინა შენ ისეთი ლამაზით მაგავს დასანონია მის შეჭრა თუმცა მოკლედ გიხდება. მადლობა ირინა საყვარელო. ლალი ლამაზო ნინი გილოცავ იკას დაბადების დღეს სიხარული და ბედნიერება თქვენ ლამაზ ოჯახს. მადლობა ნინი ბედნიერი ყოლოდე შენი იკა კარგი ბიჭი. თამუნა მადლობა ძვირფასო. გეთანხმები. აბა ეხა მე ჩურთან არ ვიქნებოდი. შევიფერე. ირინა ნინი შენ სხვა დონის გოგო ხარ რაღაცნაირ ზღაპარში რომ უნდა ცხოვრობდე ისეთი მე ესე აღვქვავ და ესე ხედავ. ანუ იმის მაგინა რომ იკასთან არ უნდა ცხოვრობდე? რავი მე ვფიქრობ რომ ჩემ ზღაპარში ვცხოვრობ. იმიტომ რომ აი ქვემოთაც იყო რაღაცა კომენტარი და მაგებს უპასუხებ. თეონა ნინი ულამაზესი ხარ. ყველანაირ წონაზე ლიასა და ის რომ არ ჩანს სახშია. ყველანაირ წონაზე რა გითხრა? არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ უკვე რამდენჯერ თქვი ჩემი სათქმელი, ან ისეთი რამ რაც მე არ მომწონს, მაგალითად მე მარტივად შემიძლია შევხედო პრობლემას და ჭიანჭველას პირველად არ ვაქციო. ძნელია, როცა ვიღაც ბუზღუნავს და შეიძლება თქვას, არაუშავს გავაკეთებ. მერე ჩემზეც გადმოდის და ძალიან ძნელია. მერე მეც ვიგრუზები რაღაც დონეზე. როგორი რაღაცა იცი? ანუ მე ისე მიჩვეული ვარ. ლიასგან და მთელი ბავშვობა იმას რომ სადღაც უნდა წავსულიყავი რაღაც უნდა მომხდარიყო აი მისგან იქნებოდა ტრაგედია იყო სირბილები ჩხუბები ტირილები კივილები წივილები რომ ეხა ადამიანი რომ ბუზღუნე ეგ მე ხასიათს არ მიფუჭებს. ნუ შეიძლება მეც დავიბუზღუნო გავუბრაზდე ვუთხრა რომ ამაზე რატო წუწუნებ და ეგეთები მაგრამ ანუ მე ეგ ხასიათს როგორც ასეთი არ მიფუჭებს. აი ამის ქვეშ იყო ის კომენტარი. აი ეს არის. ძალიან მაინტერესებს ახლა ეს ადამიანი ჩემ მაყურებელი იყო თუ ამის სათქმელად დარეგისტრირდა. აჰა, ნახე. ერთი კვირის წინ არის ეს აკაუნტი შექმნილი, საიდანაც ახლა რასაც წავიკითხავ ეს წერია. და ეჭვი მაქვს რომ ამის უკან ვიღაცა ისეთი დგას. შეიძლება არასწორად აღვქვათ და არც უნდა ვწერდი ამას, მაგრამ შენი საუბრიდან გამომდინარე მგონია რომ რაც რო გადის სულ უფრო იმედგაცრუებული გულნადგენი ხარ იკასთან მიმართებაში. და გამომხნევებელი ფრაზა ჩემთვის. მეორედ იკა. დიდი კომენტარია. ნინი ჩემი გადმოსახედიდანაც და როგორც დიდი ხნის მაყურებლის თვალით ჩანს რომ ნინი ძალიან ღრმაა და იკა ძალიან ზედაპირული. ზოგიერთ მომენტში ნინი რომ იცის ხიარულობს ისეთ რაღაცა სიტყვის ან გააკეთებს უცბად ხასიათს წაუხდენს და ზოგადად კაცის გვერდით ძალიან ახფრთოვანებულად უნდა გრძნობდე თავს. პირველი ოჯახი დავანგრიე. ბევრი იმედგაცრუების გამო, სანამ ჩემთვის იდეალური ადამიანი არ ვიპოვე, მაგრამ ვერ ხვდებოდი რამდენად შეუძლია მეორე ნახევარს ძალიან ელემენტარული ქმედებით მთელი დღე გამილამაზოს. ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი ნინის ვიდეოებში იყო ის, რომ ახალი მანქანა შეიძინა სთხოვდა საწვავი ჩამისხიო, განა 25 ლარი წყვეტს რამეს. არა, ეს არის ქმედება, რომელთაც ადამიანს და მით უმეტეს ქალს ოდნავ მაინც აგრძნობინებ თავს უსუსურად ბრჭყალებში. კარგი გაგებით, თორე ყოველსაც ვიყიდით ქალები ჩვენთვის მანქანასაც გავრეცხავთ დედამიწას გადავატრიალებთ უბრალოდ რატომ, როცა შეუძლია საყვარელ მამაკაცს ამ მცირე რაღაცებით გული გაგვიხაროს, გვაგრძნობინოს, რომ ჩვენზე ზრუნავს, არ ვიცი, მხოლოდ ამას ვხედავ ამ წლების მანძილზე შეიძლება ჩააქრო მეორე ნახევარი, მაგრამ როცა ამდენ სიბრძვის რომ არ ჩაქრეს და არც ურთიერთობა ჩააქროს, შენც ის პატარ-პატარა სიხარულები უნდა აჩუქო. ხათუნამ დაწერა გილოცავთ იბედნიო რომ შენთან ერთად იკამო, მადლობა ძვირფას. აი ამაზე მინდოდა რომ მე თქვა.
არ ვიცი გოგოებო, შეიძლება ჩემზე გული შეგტკივათ და ასეც არის და არ მინდა რომ გაწყენინოთ, მაგრამ ეხლა მე ვიტყვი ჩემს აზრს. და გთხოვთ რომ ნუ გეწყინებათ, თუ ჩემთვის კარგი გინდათ. ანუ ცუდი გაგებით კი არ ვამბობ. ჩემ გადმოსახეთს გეტყვით, ანუ თქვენ დაწერეთ თქვენი გადმოსახელი და თქვენი აზრი, რომელიც მე ვთვლი რომ არ იყო საჭირო რომ დაწერილიყო და მე ვიტყვი ჩემს აზრს. რომელიც შეიძლება თქვენ არ მოგეწონათ, მაგრამ წინასწარ გეუბნებით, რომ არ მინდა რომ თქვენ გული გატკინოთ, უბრალოდ მინდა რომ მსგავს რაღაცაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო. მე ვთვლი, რომ არასწორია, როცა ურთიერთობას ხედავ ასეთი შეფასებების დაწერა. იმიტომ რომ ეს არ არის სიკეთისკენ მიმართული ჯამში. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობა თუ არასწორია, თუ სიხარული არ მოაქვს, თუ თავისუფლებაზე არ დგას, ნდობაზე და სიყვარულზე არ დგას, აუცილებლად დაიშლება. ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ ეს მოხდება თავისით, დროში და არ იქნება ისეთი მტკივნეული. მაგრამ როცა ურთიერთობები იშლება ხოლმე გარეჩარებებით და აი ცუდი რეპლიკებით, ეხა თქვენ მაყურებელი ხართ და ხდება ხოლმე ზოგჯერ ეს ოჯახშიც, ხო? მე ოჯახშიც არავის არ ვაძლევ უფლებას, რომ ზედმეტი ილაპარაკოს და მით უმეტეს გარეთაც არავის არ მივცემ უფლებას, რომ ზედმეტი ილაპარაკოს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეხა ვიღაცა რა სიტყვის, იმიტომ რომ აი თიკას უწერია, რომ იქ არ არის ღრმაო და თიკა იკას საერთოდ არ იცნობს და ამიტომ ამბობს ამას. და ეხლა მე უნდა ჩაუღრმავდე ისეთ თემას, რაც არ მინდა რომ ჩაუღრმავდე და შეიძლება გული ვატკინო ადამიანებს, რომელსაც გული არ უნდა ვატკინო, მაგრამ მომიწევს ეს გავაკეთო, რადგან თქვენ ესეთი კომენტარები დაწერეთ. და მე ვთვლი, რომ არ არის კორექტული, არ არის კარგი და ადამიანისთვის თუ კარგი გინდა, ეს არ უნდა გააკეთო. მე აი გოგო მყავს შვილი და ერთადერთი შემთხვევა, როცა მე ჩავერები, ერთადერთი შემთხვევა ეს იქნება თუ დავინახავ, რომ აბიუზერთან ცხოვრობს და ძალადობის მსხვერპლია. არა ისე, რომ ცემს, არა. აი რომ იწყებენ ხოლმე, რომ ამას არ დაურეკო, იმას არ მიწერო, იქ არ წახვიდე. აი მაგას რო იწყებენ ხოლმე, ეგ არის ხოლმე პირველი წითელი ალმები რა და მაგას თუ დავინახავ, აუცილებლად ჩავერევი, იმიტომ რომ მე ჩემი შვილი იმისთვის არ გამიჩენია, რომ აბიუზერთან იცხოვროს. მაგრამ სხვა შემთხვევაში მე ჩემ თავს როგორც დედა არ მივცემ უფლებას, რომ ჩავერიო, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ხო და ვთვლი, რომ ძალიან არასწორია ის, რომ თქვენ ახლა აი აქ გადმოდეკით და ესენი გადმოშალეთ. ხო შეიძლება ახლა მითხრა, რომ შენი ბრალიაო, შე რო თქვიო, მაგრამ მე ვთქვი ის, რაც არის, მაგრამ მე მაგის უკან მეტი არაფერი მიგულისხმია და თქვენ კიდევ მაგის უკან დაინახეთ, ანუ თქვენ რასაც დაინახავდით ის, რასაც მაგალითად ჩემთან საერთო არ აქვს. მოდი manifesting-ს უპასუხოთ ჯერ. ესე იგი ჩემი საუბრიდან გამომდინარე გონია თან ნახე, რომ რაც რო გადის, სულ უფრო იმედგაცრუებული გულნატკენი ხარ იმასთან იკასთან მიმართებაში. ანუ საერთოდ არ ვარ იმედგაცრუებული და გულნატკენი. ნახე როგორი რაღაც არის, მე რო იქ გავიცანი თავიდან, სხვანაირი მეგონა. იმიტომ რომ არის ჩუმი და ლაპარაკი არ იცის, რატომღაც არ მოვისახე, რომ სხვანაირი იყო. მე როგორიც მინდოდა ისეთი. და მე ახლოს რო გავიცანი, სანამ ერთად ვიქნებოდით, ის 1 თუ 2 წელი და კიდე 1 წელი როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება, აი მაშინ მქონდა ეგ იმედგაცრუება როგორ იცი, რომ დავინახე, რომ ეს რეალობა რაც არის, არ ემთხვევა ჩემს მოლოდინს. ანუ მე რა მოლოდინს მქონდა, რასაც ვეძებდი, იმას არ ემთხვევა. ხო. და მქონდა ეგ, ვფიქრობდი დაშორებას, რაღაცა, მაგრამ მიყვარდა და ყოველ ჯერზე როცა დაშორებას ვფიქრობდი, ვგრძნობდი ცარიელ უმსიყვარულს მისგანაც. და ეს იყო ყოველთვის ის, რაც მაჩერდა. აი ბოლოსაც ჩვენ რო კინაღამ დავშორდით, მაშინაც ვთქვი, რომ თანამ სიყვარული ცოცხალია, ვიქნებით ერთად. მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ, რომ 1 შვილი კი არა, 2 შვილი კი არა, 10 შვილი კი არა, 100 შვილი კი არა, საერთოდ რაც გინდა გქონდეს, ანუ მე საერთოდ არაფერი არ არის, რაც ადამიანთან შემაკავებს, თუ
მე მასთან სიყვარული არ მაკავშირებს. ანუ მე არ ვარ ის კატეგორიის ხალი, რომელსაც რაღაცის შეეშინდება და რაღაცის ხათრით იქნება კაცთან. არა. ხო. და ეხა მეორე ადამიანი, ნინი ღრმა. ხო, ერთი შეხედვითაც და 1000 შეხედვითაც ახლა მე ღრმა ვარ ნამდვილად. მე ნამდვილად ძალიან ღრმა ვარ, მაგრამ მოდი ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი. თქვენ რამდენი იცით ჩემნაირი ღრმა ადამიანი? მე თითებზე დასათვლელი. ევა, ძაღლს თუ აწამებ. თითებზე დასათვლელი. ეხლა რაც შეეხება იკას. იკას აქ თავისებური სიღრმე სხვანაირი. მეჯდეთ იკა ძალიან. ნახე როგორი. ყოველდღიურობაში როცა უყურებ იკას და ყოველდღიურობაში ან თქვენ რასაც ხედავთ და აი როცა უყურებ და ყოველდღიურობაში არის, ანუ აი აბსოლუტურად რა ვიცი რაღაცნაირი ადამიანი შორიდან მეც არ მომეწონებოდა, ხა მაყურებელი რო ვიყავ და ამიტომ მესმის თქვენი. და ხო, აი ესე ჩანს. და როცა არის საუბარი ღრმა და გულახდილი, ჩემთვის უთქვამს იკას იმდენი მარგალიტი, იმდენი აი სიღრმიდან ამოტანილი რაღაცა. ადამიანს, რომელსაც არ ქონია წვდომა კლასიკურ ლიტერატურასთან. ისეთი რაღაცები უთქვამს, რომ მე, რომელიც კლასიკის მკითხველი ვარ, გაოცებული დარჩენი ვარ. და ეს სიღრმე არ არის სხვისი დასანახი, ეს შეიძლება ვერ დაინახოს მეზობელმა, ეს შეიძლება ვერ დაინახოს მაყურებელმა, ну, ძალიან დიდი ხნის ვინც არის, ისინი ხედავენ, მაგრამ აი მაგალითად ახლა იქ იციან იკა როგორია ზოგმა. ეგეც ზოგმა. და ძალიან უყვართ ვინც იციან როგორია. ხო. და აი ეს სიღრმე აქ, ეს სიყვარული აქ, ყოველდღიურობაში არის უგემური კაცი. ეხლა მე რას ვფიქრობ? მე არ მოვყვები დეტალებს და ვერც მოვყვები, იმიტომ რომ ეს ჩემი ოჯახი არაა, ჩემი ოჯახის დეტალები არ არის და ვიტყვი ძალიან გასაგებად და მარტივად. ის რომ გაზრდილიყო სხვა გარემოში, მას რო ქონოდა წვდომა აი ეს სიღრმისეულ წიგნებთან და ასე შემდეგ. ის სრულიად სხვა ადამიანი იქნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ მას აქვს სულში ის მონაცემი, რაც ბევრ ძალიან ნაკითხ ადამიანს არ აქვს. ანუ, კი, მე მინახავს ძალიან ბევრი კაცი. მე მოვწონები ვარ ძალიან ბევრნაირ ადამიანს. მე მომისმენია ძალიან ბევრი სიტყვები. მე მინახავს ბევრი გადაჭრილი, ხელი დასერილი, ზედამომწვარი ჩემი სახელითაც მინახავს. მაგრამ ისიც მინახავს, რომ გადის ეს ადამიანები როგორ იცვლიან სახეს. ძალიან საკმაოდ გავიზარდე იმისთვის, რომ დავაფასო არა ფორმა, არამედ შინაარსი. რეალურად რისთვისაც მე ვარ იკასთან არის ყველაზე მთავარი რაღაცა, ეხლა რასაც ვიტყვი. მე დავინახე ის, მე მივიღე ის ისეთი როგორიც არის და ვარ მასთან. და ყველაზე მთავარი რაღაცა რატო? მე ვარ ქალი. მე ვარ ქალი აძინოჩკა. მე ვარ ქალი. რა ვიცი, გინდაც კლდე თქვი, გინდაც
აზურთებული ტალღები თქვი, გინდაც გადარეული მუსტანგი თქვი, რაც გინდა თქვი, მე ვარ თავისუფლება, სიგიჟე, შეუჩერებლობა, აი აბსოლუტური უსაზღვრო, უჭერო არსება ვარ მე. და მე არ უნდა ვიყო მარტო, არ უნდა ვიყო ისეთ ადამიანთან, როგორც იკა. ანუ რატო? ახლა რას გულისხმობ? იკა არის ადამიანი, რომელიც არ გიზღუდავს თავისუფლებას. იკა არის ადამიანი, რომელიც იტანს შენს სიღრმეს. ხედავს, იცის, უყვარს, აფასებს და არ ცდილობს რომ ამოგაშროს. არ ცდილობს რომ მოგირგოს. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ხედავენ რომ შენ ღრმა ხარ, დიდი ხარ, საოცარი ხარ და ცდილობენ რომ თავის თავზე მოგირგონ. მე ეგეთ ადამიანთან არ შემიძლია ყოფნა. ის არ ცდილობს რომ მოგირგოს, არ ცდილობს რომ შეგზღუდოს. მას არ ეშინია, იმიტომ რომ იცის შენ ვინ ხარ, მას არ ეშინია. და შენ გაქვს თავისუფლება. შენ აირჩიო როგორ მოიქცე, რა თქვა, რა ჩაიცვა, ვინ იყო. ის დგას შენს გვერდით ჩუმად, წყნარად, ღირსეულად. და გაძლევს იმის საშუალებას, რომ იყო ის ვინც ხარ. და აკეთო ის რაც გინდა, რაც გიყვარს. გაშალო ფრთები გაფრინდე. ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი რაღაცაა. და ბევრ ადამიანს, რომელიც ღრმა სიტყვებს გეტყვის, ყვავილებს მოგართმევს და მე 5 წლის მერე სხვას გაუკეთებს მაგას. ეგ არ შეუძლია. ხო. აი ეს. და ასევე იყო შენს გვერდით. და შენ იყო მისთვის ერთი. ნუ მას არ სჭირდება. ასევე ის არის როგორი ადამიანიცით, ერთი ადგილის ადამიანია, სადაც უნდა, ანუ ერთი საქმის, ერთი ადგილის, ერთი საქმე უნდა იცოდეს, ეგ უნდა აკეთოს, ერთ ადგილას უნდა იცხოვროს, უყვარს ეს ყველაფერი მოსწონს, თავს კარგად გრძნობს და მიუხედავად მაგისა, ეს არის ადამიანი, რომელიც თუ მე ვიტყვი რომ წავედი სამოგზაუროდ, გამომყვება. ასევე არ აქვს ისეთი მოთხოვნები ჩემთვის, რაც მე არ მინდა. რაც ძალიან ბევრს აქვს. ანუ ერთადერთი რაც უნდა ის არის რომ მეც არ შეუზღუდო მას თავისი ნება და რაც უნდა, როცა უნდა და ეს არ არის ისეთი არაფერი რომ რაღაცა. ეგ და всё. ანუ მას არ აქვს მოთხოვნები რომ შენ ხალი ხარ და ესე უნდა, ისე უნდა. მე თუ საჭმელს არ გავაკეთებ, არაფერს არ მეტყვის, მე თუ სახს არ დავალაგებ. ანუ მისთვის თავარია მე ვინ ვარ. და აი ეს ისეთი რაღაცა, რომელიც მირჩენია 100,000 საოცარ სიტყვას. რეალობა თქვენ გინახიათ რეალობაში ის კაცები, რომლებიც 100,000 საოცარ სიტყვას ამბობენ, როგორები არიან. ნუ ეხლა ხო 1000-დან ერთი შეიძლება იყოს, მაგრამ იმერცაც აქვს. აი ეხლა როგორც გამადიდებელ შუშაში იკას შეხედა, ეგრე რომ შეხედო. იმერც მეორეთ რო გაყევი, იმასაც უპოვი. ძალიან ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრს რისთვისაც შეგიძლია დაშორდე. და საერთოდ ყველა ადამიანს უპოვი ძალიან ბევრ რაღაცას, რისთვისაც შეგიძლია დაშორდე. საკუთარ თავსაც კი უპოვი მას რაღაცებს. ხო და რავი, მე ვთვლი რომ სიყვარული მთავარია და ჩემთვის. აი მე ვოცნებობდი ჩემნაირ ადამიანზე, მე რო ვარ. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე რო შემხვედრო და მე რო ვარ ისეთი ადამიანი, ან ეს მაინც ამოვხოცავდით, ან არ ვიცი მე, ანუ ჩვენგან ოჯახი არ გამოვიდოდა. ანუ ორი უთავო, ორი უსაზღვრო, ორი გაუჩერებელი, ორი პლუსი ერთად ჩადე ელემენტში და ნახე თუ ჩაირსოს პულტი. ანუ არ გამოდის, ერთნაირებთან არ გამოდის. და ეგ მინდოდა მე, მაგას ვეძებდი, მაგრამ ნუ
მაჩვენა პრაქტიკა, რომ ერთნაირ ადამიანებთან ესე ანუ ჯამში ერთნაირ ადამიანები სხვა მხარეს მიდიან, იმიტომ რომ შენ რაც მინუსი აქვს, იმასაც ის მინუსი აქვს. აი განაირად ხდება. შენ რო პლუსი აქვს, იმას მინუსი უნდა გქონდეს, რომ ჩაჯდეს. ურთიერთობა დროში, ხო? ეგ მნიშვნელოვანია. ხო, იცის ბუზღუნი, მაგრამ მე არ ვიცი ბუზღუნი. არა, მისთვის ეს ტრაგედია. ჩემთვის ეს არაფერი არ არის. წარმოიდგინე რა ადამიანი რო შეხვდეს ორივე რომელსაც ეს ტრაგედია რა არის. ერთადერთი რაც არ უყვარს და მე მგონი ეგ არავის არ უყვარს, შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენო. всё. მორჩა. ძალიან ბევრი რამე აქვს, რა თქმა უნდა, სასწავლი, ისევე როგორც მე, თქვენ და ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ ისევ გავიმეორებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. სად გაიზარდე, როგორ გაიზარდე, რა ნახე, რა არის შენში ჩადებული. ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გარდა იმისა, ადამიანი როგორია. მაგრამ თქვენ რო გენახათ იკა როგორი იყო მე რო გავიცანი და თქვენ რო ნახოთ იკა ახლა ამ საერთოდ არ იტყვით რომ ეს ერთი ადამიანია საერთოდ იმედენად არის შეცვლილი იმიტომ რომ იქ არის ადამიანი რომელიც სწავლობს არ არის გაუგებარი ადამიანი არ არის ადამიანი რომელიც ერთ რაღაც საიჩემებს და მთელი ცხოვრება მაგას გაიძახის არა ეგეთი ანუ მას შეუძლია დაინახოს ისიც თუ რაღაცაში ცდება და შეუძლია გაიზარდოს მე არაფერზე თავს არ ვდებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება უახლოეს ადამიანმა გიყალატოს. შეიძლება სიყვარული დაამთავრდეს. ადამიანები ვიხოცებით, სიყვარული მთავრდება. მაგრამ აი ამ მომენტში მე თქვენ რასაც ამბობთ, ანუ 25 ლარზე არ არის აქ საუბარი. ანუ მას შეუძლია რომ მე 25 ლარის საწვევი ჩამისხას. მაგრამ ნახე, იმ 25 ლარს ანუ ევასთვის ხარჯავს, ხვდები? ანუ მას შეუძლია რომ ჩემზე დახარჯოს, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემზე დახარჯოს, იმიტომ რომ ეგ ევასია. და მას შეუძლია რომ წავიდეს და გამირეცხოს, შეუძლია ყოველ ჯერზე გამირეცხოს, გააკრიაოს. ანუ ადამიანს არ უნდა მოსთხოვო ის, რაც მისთვის არის ძალიან დიდი, აი ძალიან მიყვარს მე პატარა უფლისწული ექსიუპერის და იქ წერია რომ ანუ მე რომ მტრე ჩემს ქვეშევრდომს მეფემ ვუთხრა რომ გადაიქეცი მტრედაც და გაფრინდი ის ამას ვერ შეასრულებს და ის იქნება ცუდი თუ მე ვიქნები ცუდი იმიტომ რომ მე მოვთხოვე მას ისაც არ შეუძლია ანუ ადამიანებს გვაქვს ის რაღაცები შენ შეიძლება ყავს დედა მამა და ძმა ქმარი ანუ შენ თუ მას მოსთხოვ ისეთ რაღაცას რაც მისი არ არის შეიძლება გააკეთოს მაგრამ მაინც არ იქნება ეს მისი ნაწილი შეიძლება ვერც ანუ თუ აკეთებს და მისი ნაწილი არ არის მე ამას ვერ გაკეთებას ვეძახი იმიტომაც აღარ ვთხოვ მე არ ვყავს და არც არაფერს რომ ანუ არ არის ეს მაგის ნაწილი და დაეკ აკეთოს ის რაც მისი ნაწილია ხო იდეალური არ არის მაგრამ მე ვარ არც მე არ ვარ იდეალური მე ძალიან მაგარი აუტანელი ქალი ხო და მე არ მჭირდება მე ვერც ერთი კაცი ვერ მაგზომინებს თავს ჭყალებში უსუსურადაც ვერასდროს მე ძლიერი ქალი ვარ და ძლიერ კაცებსაც კი ეს ვისია რა ესა ეს აიღე თუ გინდა ეს გინდა თუ ეს გინდა თებში დედასია და ევასია ამ ძლიერი კაცების გვერდით ვქავარ მე ჩემი ძლიერი ფსიქიკით არ ვიტყვი წინ მეთქი მაგრამ კაი გვერდზე ვქავარ და ანუ ის კაცები მე მინახავს ვინც ბენზინს ასხავენ მე მინახავს ვინც ტანსაცმელს ყიდულობენ და მე მინახავს როგორ აცეკვებენ თავის დაკრულზე ქალებს როგორ გადაეკეტებათ რომ რაღაცა ისე არდევს როგორ გადაეკეტებათ რომ ის დედიკოსთან ისე არიარო ფეხის წვერებზე როგორც მას უნდა მე ჩემ თავს არ ვყიდი თორე თქვენ გონიათ რომ არ მყავდათ სურველები ანუ მე რომ ეგზამდომებოდა დღეს სხვა სახში ვიჯდებოდი სხვანაირი მანქანებით ვივლიდი ზემოთ ვიქნებოდი ბევრად სოციალური თვალსაზრისით მაგრამ ჩემი თავი გაყიდული მეყოლებოდა
მე ის არ ვარ, ვინც ხის დაკრულზეც ეკვავს. მე მირჩევნია არ მქონდეს. მაგრამ რა მუსიკა იყოს ჩემ ცხოვრებაში, ამას მე ვირჩევ. ვარ ძლიერი ქალი. და კიდევ ვიტყვი. ან უნდა ვიყო იკასნერი კაცთან, მას აქვს ძალიან მყარი და ძლიერი ფსიქიკა ჩემნაირს რომ გაუძლო უნდა გქონდეს. შეუძლია ძალიან ბევრს მოთმენა. კი, აქ რაღაცეები რადგან სამუშაოა, მაგრამ წინააღმდეგიც არ არის. რაც მე არ მომწონს, იმას არ მაძალებს, რაც მაგას არ მოწონს, მე არ ვაძალებ. და ესე ვართ თავისუფლად, წყნარად, შვიდად, ნდობით. თუ ეს მეც დამთავრდება, ესე იგი დასამთავრებელი იყო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე თუ მაქვს შანსი რომ მქონდეს ოჯახი. დიდხანს და ბედნიერად ვფიქრობ, რომ ესეთ ადამიანთან. ანუ არ ვიფიქრებდი ამას 18 წლის ასაკში, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი. რომ ასეთ ადამიანთან. იმიტომ რომ სხვანაირთან არ გამოვა. არ შეიძლება გამოვიდეს მეგობრობა, შეიძლება გამოვიდეს, რა ვიცი. მაგრამ აი ოჯახი, რასაც ქვია. ამიტომ მე არ ვარ სტანდარტული ქალი. არ ვარ. ანუ ის ქალების პრაქტიკულობა, მორგებადობა მე არ მაქვს. და როცა ორივე ისეთი ხარ, რომ აქეთ უნდა მოგერგონ. კაფე არ გამოვის. როგორი სასწაულებრივიც არ უნდა იყოს. ასე რომ ძირბაზე ყველამ ძალიან კარგად იცის თვითონ თავისი ამბავი. სად არის, რატოა? და შემდეგ. და ეს უფრო ჩემთვის ეს კი არ არის გულშემატკივრობა. ესე ჭორაობა. მე ვიცი რომ ძალიან უყვართ ეს ადამიანებს, მე ვიცი რომ როგორც კი საშუალება მისცა ეგრევე გამოჟონა, მაგრამ მე არ მიყვარს ეს. მე რა არაფერი, ანუ ჩემზე საერთოდ არ აისახება, ეხა ვიღაცა რა სიტყვის კი არა და ახლობელი რა სიტყვის ეგეც არ აისახება, მაგრამ ჩემ ახსე რომ ეს ჟონავდეს არ მინდა. ასე რომ გაითვალისწინეთ. ტკბილი რჩება პირველი. ან თხოვნა. მაგრამ მეორე ტკბილი აღარ იქნება. ხობონი. ჩემი სული არის, არ ვიცი როგორი თავისუფალი. ვერანაირ შეზღუდვებს ვერ იტანს. მე რო ვიღაცა კაცმა სულ კაც ღმერთმა რაღაცები მითხრას, ეს ეკენი, ის ეკენიო. იქნება იქ. ასე რომ სადაც არის თავისუფლება და ნდობა. იქ არის უმაღლესი სიყვარული. მე ასე ვთვლი. შეიძლება ვცდები და ზოგადად ვცდები. ან ჩემი შემთხვევაში ვცდები, მაგრამ ახლა ჩემი სიმართლე ეს არის. რასაც მე უგრძნობდარის გამოც ვარ, ახლა ამ ურთიერთობაში ეს არის. მიყვარს ადამიანი და ვხედავ აი ამას, მის სიყვარულსაც და აი ამას. ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა რაც არის, რეალურად იმას მაძლევს. მაგას დიდი ფასეულობა ჩემთვის არაფერია. კი, მიყვარს ეს რომანტიზმი და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ანუ აი ამაზე დიდი ფასეულობა არაფერი. თან ეხლა 18 წლის რო ვიყავი. სხვა რამე იყო, ეხლა რომ გამოვიარე ცხოვრება და ბევრი რაღაც ვნახე. ეხლა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცას მაშინ მაგალითად არ ვიცოდი. მინდოდა რომ ამაზე მიპასუხა. გული დამწყდა თქვენგან ამაზე. მაგრამ ხა ერთი კვირის დარეგისტრირებული არხის განსხვას რა უნდა მოელოდე, სავარაუდოდ ისეთი ადამიანია, რომელსაც გუშინ თვითონ გული ატკინეს. ადამიანებს უყვართ დანახვა, სხვისი აი რო აურევენ თვითონ და მე რო უყურებენ იქ რა ხდება.
ჩემთან ეგ არ გამოვა. მაგის იმედი ნუ გექნება, სადაც შესაძლებელია ეგ იქ შეიძლება გააკეთოთ და თიკა არ ვიცი უფრო რიხნის მაყურებელს გავს, მაგრამ აი ეს ერთი კვირის დარეგისტრირებულ არხზე ძალიან ეჭვები მეპარება. Manifestiert. კეთილი ზურგილები უნდა ჩაიფიქრო ძირბაზო ბოროტები არ მგონია კარგად აგიხდეს. კიდე რაღაც თქმა მინდოდა და მოვიწყო და მაგას მოყვადა. და მოვიწყდა. ეხლა გონებაში მიტრიალებდა. ხო. მე მაინც ვიტყვი ხოლმე საყვედურებს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სივრცე, ეს არის ჩემი ოჯახი, სადაც მე ვაზიარებ იმას, რაც იმ მომენტში არ მომწონს, მაწუხებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაშორება მინდა, იმას არ ნიშნავს, რომ იმედები გამიცრუდა. თუ ეგ მენდობა ვიტყვი. რას თუ ამბობ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ერთ რაღაცას ამბობს, მეორე ფიქრობს და ამას აკეთებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და იმას ვაკეთებს. და რომ ვამბობ, რომ ეს არ მომწონს, ეგ არ მომწონს, რომ ადამიანი დადის და წუწუნებს. მაგრამ ვიცი, რომ თან კანიცდის, რომ სადაც იწუწუნოს, წინ და უკან დადის და იმ ნაბიჯებში ჩანს ხოლმე, როგორ ნერვიულობს. ეს დიდ რაღაცებზე შეიძლება საერთოდ ნერვიულოს და ძალიან მშვიდად შეხვდეს, მაგრამ აი ამ პატარა რაღაცებზე წვაბიდან გამოდის. რა ვქნათ, ადამიანის თავისებურებაა, ხო? It's okay. და მე რო ამას ვამბობ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე იმიტომ ვამბობ, რომ ჭორიკნობა წავიდეს კომენტარებში. და თანაც აი აბა დააკვირდით, ის ადამიანები, ვისაც მე უყვარვარ, რომელიმე რამე დაწერა ამაზე, ვისაც მე მართლა უყვარვარ. ანუ იმათმა რომ დაინახონ, რომ აი საძირკველი გამოეშალა და იშლება ჩემი ურთიერთობა, მაინც ხმას არ მოიღებენ. იმიტომ რომ მე უყვარვარ და პატივცემენ და ბოლომდე მე მენდობიან, ხვდები? და ვინც ამაზე ჭორიკნობას იწყებს კომენტარებში, იმათ მე არ უყვარვარ, იმათ ჩემი ჯავრი არ აქვს. იმათ სეირის ყურება უნდათ. და აი გულსატკენია, ეგ რომ ეგეთი ხალხი კიდე მყავს, მაგრამ რა თქმა უნდა მე ყოლება 29000 ვარ, ხალხო, 29000 ვარ, მიყვარ ხარ. ყველანაირი ადამიანის ადგილია ჩემს გულში და ჩემს არხზე, მაგრამ არ არის ყველანაირი აზრის ადგილი კომენტარებში. დიქტატურა. ჩემს კომენტარებში არ დაიწერება ის, რაც მე არ მომეწონება. და მე ვარ აქ მებახე. მიყვარხართ. ეს უნდა დავაყენო ქავერის ფოტოზე მომწონს. კაცნით. კარგ დღეს გისურვებთ. და არ შემოუშვათ თქვენს გულებში, ტვინებში, აზროვნებაში. არაფერი გარედან. თქვენ გადაწყვეტთ ყველაფერი. თქვენ გულს უსმინეთ, თქვენ გონებას უსმინეთ და ისე. და ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ძალიან მიყვარხართ და აი ამას რო აჩვენ ხოლმე ბავშვობიდანვე რო ყველაფერი რაც დედამ გითხრა და რაც მამამ გითხრა, მაგას აკეთებ, მე ადამიანი უკვე აღარ იცის ხვების აზრში ციბნევი და ყველასას ისმენ და შენი აღარ გესმის. მაგრამ მე ყოველთვის ჩემსაც ვისმენდი. ჩემ ბავშვობას პლუსებიც ჰქონდა, ჩემს მარტოობას. წავედი.